არაფერი. მოგესალმებო. ვიწყებთ ჩვენს გადაცემას. შალვასწორებოდი არ ინერვიულო ეთერის. ვართა შორის არ ნერვიულობ, რაღაც უცნაური რაღაც სამჭირს უკვე რომ არ ნერვიულობ არა ეთერამდე. მოკლედ მე იმის გვამიდრე რომ დღეს არის ჩვენი გადაცემის ბოლო გადაცემა, ბოლო ჩემ დღესაც იყოს, მაგრამ არჩევნებამდე ბოლო გადაცემა, იმიტომ ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ამ ფორმატით ორ შაბათს. და ყველაფერი შაბათსაც შევხვდებით ერთმანეთს და კვირასაც. შეიძლება რომ კვირას ევროპის დაისიგაო და მოკლედ დასრულებული იქნება შაბათს ყველაფერი. მე უბრალოდ მინდა თავიდანვე მოგიწოდოთ რომ არ დაიბნეთ 4-ში არც დაიბნებით დარწმუნებული ვარ არ ინტერვიულოთ. მიბრძანდით აი თქვენი პირადობის მოწმობა პასპორტი, მიბრძანდით საარჩევნო უბანზე და შემოხაზეთ ვინც გინდა. დარწმუნებული ვარ აბსოლუტური უმრავლესობა ყველა კვლევა ამას აჩვენებს და კვლევა რა თუნდა ახლა. რამდენი არჩევნები გაიარა? არჩევნებმა გაიარა ჩემს თვალწინ უმრავლესობა 55%-მდე 60-ი, 65-იც, ზოგ რაიონში 70-იც მისცემს ხმას 41 ნომერს და 6 ნომერი, 5 ნომერი იცი ვისაა აქ? კი. ძალიან მაგარი ბედის ირონია რომ 5 ნომერი ტრისტან წითელაშვილი. კი და ძალიან მაგარი ვიდეო შეძრა ხო აგახიეთო ნაცებო ეს 5 ნომერი. და მე დარწმუნებული ვარ ზოგიერთ რეგიონში საკმაო ხმებსაც აიღებს, იმიტომ რომ ზოგიერთ ჩვენს თანამდებობს 5 ნომერი. განწმენდვა ჭირდებოდა. ჩაბეჭდილი აქვს 5 ნომერი, 5 ნომერი. როგორც მაგალითად მიხეილ გელასალუაშვილმა სადღაც თუ არ ვცდები არაქართულენოვანი მოსახლეობა სადაც იყო მიხეილ გელასალუაშვილმა აიღო ძალიან დიდი ხმა და ხმების რაოდენობა და თვითონ ვერ მიხვდა რატო და თურმე აღმოჩნდა რომ მიშა სააკაშვილის გამო. ნუ დავალებული ქონდა არაქართულენოვანზე მიხეილი სადაც დაინახეს ის მოკლედ ვილაპარაკოთ 4 ოქტომბერზე რა მოხდება როგორ მოხდება. პირველ რიგში რაც უნდა დავიმახსოვროთ ყველამ ეს არის რომ არც ერთ შემთხვევაში არ ავყვეთ ოპოზიციის აი ამ პროვოკაციას. ოპოზიციის პროვოკაციაში მე უგულისხმობ იმას, რომ მათ დაკიდეს ეს თარიღი, დააფუშინგეს თემა, რომ ვითომ რამეს აპირებენ, გაიხსენეთ 13 წლის განმავლობაში რამდენი რაღაცა დაგეგმეს, რამდენჯერ მოატყუეს თავიანთი გინდა ამომრჩეველი, გინდა მხარდამჭერები, ყოველ ჯერზე ჭარბი რეალობის დაპირებით, ყოველ ჯერზე ჯერ იყო გვარამია, რომ თუ სალომემ გაიმარჯვა მივდივარ ქვეყნიდან, თუ ამ პარლამენტში შევავინმე ნიკამელია რომ პუფი იქნება მოკლედ რევოლუციის დაპირებები ეხა უნდა შევარდეთ ყოველთვის ისინი 13 წლის განმავლობაში პირველივე წლიდან ამბობდნენ რომ დიქტატურა მყარდება და რევოლუცია უნდა მოვაწყოთ, სულ პარლამენტზე შტურმი, სულ ეს მოლოტოვის კოქტეილები, ასე შემდეგ და მათ არ აინტერესებთ რეალური მიზეზი, მათ არ აინტერესებთ რა ხდება. პროსტა ეს 4 ოქტომბერი კიდე ყველაზე მოგონილი თარიღია ამ რევოლუციებს შორის, რაც დაანონსეს, იმიტომ რომ არაფერი არ ხდება პაატა ბურჯულაძეს ვისაც გჯერათ, არ ვიცი. მან თავარი თემა ისა რევოლუცია რასაკვირველი არ იქნება. არა, რევოლუცია კი არა, ვაფშე თემა არ იქნება. ერთადერთი რაც შეიძლება რომ ამათმა რაიმეტების პროვოკაცია მოაწყონ, რა სახისაც არ უნდა იყოს ეს მოსახლეობა მნიშვნელოვანი ეცოდეს რომ ეს იქნება. მხოლოდ და მხოლოდ მათი მოწყობილი პროვოკაცია და ამას არ ექნება არანაირი სხვა გამოწვევი მიზეზი, თუ ასეთი რამ მოხდა. ამიტომ მნიშვნელოვანი მაგნაწილ შეგარის რომ ხალხი თუ ესეთი პროვოკაცია იქნა, ამას არ წამოეგოს ეს ერთი და მეორე და ალბათ უფრო მნიშვნელოვანი ის არის რომ საარჩევნო უბანზე მივიდეს ყველა და დააფიქსიროს თავისი პოზიცია, ქვეყნის განვითარებას ვის შეხედავს და რომელ პოზიციას შეხედავს, რასაკვირველია გასაგებია რა. ვიდამე არ გვინდა ზედმეტი ის არა. შემოხაზავენ 41-ს 70% ზოგ რაიონში, ზოგან 65. ხო, თავარი არის ეგ რომ ანუ არ დაგვეზაროს, იმიტომ რომ ხო ხტები ეს მე მგონი ის არჩევნებია 2012 წლის მერე პირველად, სადაც ალბათ ყველაზე ნაკლები არის იმის მოლოდინი, რომ რაიმე შეიძლება. ჩვენ ყველას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას იმათაც კი ვინც ქართული ოცნების მომხრე არ არის, გვინდა ნაცების პოლიტიკურ სანაგვეში გასტუმრება. არის დაპირება, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირებაა, მეგობრებო, რაც საქართველოს ხელისუფლებას გაუწია, რომ ამ არჩევნების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო აკრძალავს თელ რიგ პარტიებს, სადაც ნაცები არიან გარეული და დავისვენებ და ამიტომ უნდა მივიდეთ ბუჩეტში. ხო, ეხლა სანამ აქ შემოვიდოდით, დებატები არის რა, მერის კანდიდატების და მაგას ვუყურებთ მისასალმებელ სიტყვებს უყურე რა ყველასას რა. ანუ ნუმერაციით არის რა, ანუ იწყება პირველი ნომრით და თავდება კახათი. და ანუ ხო ყველას მისასალმებო ხო იყო კახკალზე მისასალმებელ სიტყვაში უკვე მოიგო არჩევნები. ანუ ეგრე მარტივად დგას საკითხი. კარგი, ეხლა გავუშვათ რევოლუციონერი პაატა ბურჯულაძე. რა არის დღეს უკვე 4 ოქტომბერი ისეთი
დღე არის რომ ამ ტალღას ხალხის ტალღას ვერაფერი ვერ შეაჩერებს გამორიცხული არ გაჩერდება ხალხის ტალღა ეს იმას კი არ აქვს მნიშვნელობაში რომ რაღაცაც წალეგა ჩვენ გვაქვს ეროვნული შეიძლება ვთქვა რა გვაქვს ჩვენ გვაქვს ეროვნული კრება რომელიც საქართველოში არ ჩატარებულ ჩემ ფეხები გაქვს ჩემო პატა მაგრამ დიდი მადლობა პატა ბუჭულაძეს გულწრფელად ჩემგან რომ მოახდინა რადიკალიზაცია და ის რაღაცა არ გაჩერდება ხალხი მდინარე და 20 კაციანი მდინარე რო იყო ყოველდღე და არაპატიმრებდა პოლიცია გასაგებია უკვე რატომაც რომ მოაბეზრა ეს რევოლუცია ყველა ადამიანს მოაბეზრა ამ რადიკალური პუშინგით შენომ თქვი და პუშინგის მერე დიდი ჩაკებით დამთავრდება ეს ამბავი 4-ში მართლა მთავრდება რაღაც 4-ში მთავრდება აი ამ ერთი მუჭა ვირიშვილების თავგასწრება აი გეგელი ძმო გუში ხო იმას ქენ გეგელ პარტიალსენიზმეთ ნა ეს უყურე მე 24 წლის კაცი ვარო და აი მე ვარ 34 წლის მოქალაქე და ჯერ არ ყოფილა რაც მე ვარცებობ მე და საქართველოს არსებითად ერთი ასაკისა ვართ ხო ეს საქართველოს ბოლო თანამედროვე სახელმწიფო ერთი არჩევნები არ ქონია ხალხო ეს ნორმალურია მე არ მინდა რომ ჩემი შვილი გახდეს 20 წლის 25 წლის შემდეგ ჩემხელა და ისევ ამისთვის იბრძოდეს არ მინდა რომ იბრძოდეს ძალიან მაგარი რაღაცეებისთვის სხვა რაღაცეებისთვის რა უნდა როგორიც აი ისე სხვათა შორის რისთვის ეს ხო მოუგვარებს თავის შვილს და ყველას ჩვენ ხო მოგვიგვარებს და რისთვის უნდა იბრძოდეს ამის შვილი დაუშვათ ჰიპოთეტური აი რა თუ ყველაფერი ამან მოაგვარა დაუფიქრდეთ ანუ ამას საბჭოთა კავშირი არ უნახია ხო არც თქვენ ბიჭებო მე რატომაც გონია რომ ისეთი დაბრძენებული რეჩები აქვს მოესწრო მაგრამ საბჭოთა კავშირი ჩვენ არ გვინახია ალბათ მასაც ალბათ რა მას არ უნახია მაგრამ 14 წლის თუ არ უნახია ხო რა თქმა უნდა მაგრამ მან ხო თავი ეს რაღაცა რო არ გინახია არ ნიშნავს რომ არის უნდა გამოიკლიო უნდა მოისმინო უნდა წაიკითხო კონტექსტის მიხედვით უნდა წაიკითხო და მრავალმხრივად იმას რა ქვია კვლევის ლაბორატორია როა რაღაცა ლიბერალური პრიზმიდან დანახული საბჭოთა კავშირის და კვლევების ლაბორატორია საქართველოს მეტი რო არაფერს არ იმას შეისწავლიან სადმე გადაცემა სადმე ეთერში რო არა სატელევიზიოში ვიცი მაგრამ საბჭოთა კავშირს არ ახსენე წითელი ზონა რაღაც ეგეთი საბჭოთა კავშირს რო ანგრევს კიდე ცრემლიანი სათვალე დგინია არ ვიცი მაგრამ თელი ანუ ეგ ელიტა ლიბერალური ო აი შვილი უღაძე მათ შორის ეს კიდე ვინა ეგ მაკლასტერის რა ყველა მარტო იმაზე ყველა მართლა უპრიმიტიულესად ყველა მართლა აქცენტირებდა იმაზე რომ თუ კი რამე სუდი ხდებოდა ქვეყანაში მათთვის არ მოსაწონი იყო ეს იყო საბჭოთა ინერცია რომ აი ესა საბჭოთა მენტალობა ეხლა სხვა შორის ეგ შემსუბუქდა გახდა ის რომ პირდაპირ რუსია საბჭოთა მენტალობა კი არა ეს რუსია პირდაპირ საბჭოთა კავშირი რა არის აკაცუკებს ახალგაზრდა აკაცუკებს ვერ უხსნიან და რუსი რატომ არის სუდი გასაგებია ოკუპირებულია რუსეთის მიერ ჩვენი მიწა ეს გასაგებია და ამიტომ ეხლა სულ მუდმივად უნდა ვებრძოლოთ და როცა ამ თავრობას გაუშვებთ იარაღით დავამარცხებთ რომ უკრაინა ხო იგებს ძალიან მარტივი ლოგიკაა მიშამაც ხო მოიგო ომი 2008-ში უკრაინა ხო იგებს ხო და ეხლა ცოტა ხანში მისცემენ რაკეტების გასროლის უფლებას მეტი არა ჩემტერი ამერიკელები მოსკოვს რო ტომაჰავკები დაარტყან და რუსეთი დაიშლება რა ხო ეგ არის ჩაიძირება სიღარიბეში დაიშლება და ვინ ბაზრობ ვიღაცის ნახე პროს აღარ მახსოვს ვინ იყო ქართველი იყო უცხო მინდა რომ მუზეუმებიდან გამოყავთო ტანკებიო იმდენად დაერხა და უკრაინაში სამუზეუმო ექსპონატებით შედიან ეხლა მინდა უთხრა ამათო ტანკების ომი ვაფშე აღარ არის მოდაში ტანკები არ ომობენ თამარ ჩერგოლიშვილი რომელიც ამბობს ოპოზიციურ პარტიებს აუშვით გზა პროტესტს უღალატეს მაგათ გზას გადაუხვიეს მაგათ ჩვენი პოზიცია იმ თავიდან იყო ცნობილი რომ ჩვენ გვექნებოდა კამპანია აი ამ ფარსის წინააღმდეგ და გაუგებარია ეხლა ის რას თხოვენ ფარსებს ხო ეს შედეგი იქნებოდა ცოტა ხალხი მივა ნამდვილად აი ამ არჩევნებად წოდებულ ფარსში და ცოტა ხალხი აიღებს თავის თავზე რეჟიმის თანამძრაფობას ხალხის მოტყუებაში და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად მამუკა ხაზარაძეს იმიტომ რომ მის გარდა მის პარტიაში ყველა არანაობაა და სწორედ ეგეთ პარტიებს რეთქავს ეხლა პოლიტიკური პროცესი დემოკრატიული და მხოლოდ ასეთ პროცესია ივანიშვილზე გამარჯვების და არა ოლიგარქია და ერთი კაცის აღირების თქვა მინდა ეგზისტენციური დავსვა სად შეიძლება მოხდეს საგიჟეთი გასაგებია უკვე ფსიქიატრიული კლინიკა ეგ ბანალური პასუხია 5-10 წელიწადში ეს ხალი
პანელზე ჰილარისთან. პანელზე ჰილარისთან. არა. პანელზე ჰილარისთან ჰილარი აღარ დადის. ხო, აბა გადათვალეთ ჰილარი რამდენი წლის იქნება და ჰილარისთან პანელი რა იქნება მაგ დროს. აქამდე მოხდებოდა. ეტყობა ჩვენთან თუ კარგად გაძლიერდა ფსიქიატრიული ზოგადად მიმართულება, შეიძლება ეს კალი იყოს და ერთ-ერთი ანიმატორი როგორც გასართობ საკვირვების ობიექტი. ანიმატორი. ამას ინტერდისციპლინარული სჭირდება საბჭო, იმიტომ ერთ-ერთის ვერ მოერევა. აშლილობა აქვს ამას უეჭველი. არა, ეგ ვიცით კაცო, მაგას პრობლემა. დაბადების დღე ჩერგოსთან ერთად, ხო? კი, ანიმატორი გახდება, გამოცდილება აქვს. მიკი მაუსის და ოჩოფეხების წინასაარჩევნო კამპანია ზუსტად ეგრეთ ჩაატარა. შესაძლოა CV-ში ეგ ექნება, რომ აგერ მე ამდენი ბავშვები გავავართე ფოთში და გავულამაზე დღეები. განგნავ სტაილი და ის რა ქვია, ოჩოფეხებზე ფოთი განგნავ სტაილი და ნაგვის შეგროვება დასუფთავება რა. კარგი, муж и жена одна сатана. ბუკერია გავშით. რომ ამ გზას შეიძლება რწმენა, ნებისყოფა და გაზრდა ამ იდეის გარშემო მოტივირებული ადამიანების. და ჩვენება იმისი, რომ არსებობს რაღაც ნაწილში მაინც ქმედითი ალტერნატივა. და მე მგონია, რომ ამ გზაზე დგას საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი და მე ამიტომ ჯერა ამ გზის წარმატების. და ამ რწმენას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ოღონდ ამ გზაზე ბარიერებია და ეს ბარიერებია ჩემი აზრით, აი ესეთი ეს უმძიმესი შეცდომა ამ ფარსში ახლა მონაწილეობა თან გამოსხივები უძალობის, ხო, რომ ეხა თუ ვერ ვქენით სხვისი ბრალი იქნება, მაგ განწყობით შეუძლებელია, ხო, რომ მოიგო, ხო? ძალიან საინტერესო. შეუძლებელია. მოიგო. არა, როგორი როჟა, ბაშარა. რო ლაპარაკობს. აქ ინტერპრეტაციაზე ფიქრობს თავის სიტყვები და ცდილობს, რომ სწორად რო იქნას გაგებული, ეს ინტერპრეტაციები ჩაკლას და ამრავლებს დაზუსტებებს და ბოლოში ერთი დიდი თლიანი დაზუსტებები იქნება და აზრს ვერ იგებს და იგე. ხომ არა, ანუ ამას ძველ რომში, თუმცა იქაც აკამათოა რომ ეს იყო და იქ არსებობდა გაზრდა. და იგე. ეს ვაგონებს ამბავს, თუმცა მანდაც სხვადასხვა ვარიანტები იყო. 20 წლები უნდა ამბობს. ეგეც ისეთი სერიოზული ანალიზი ამ კაცის არ შეიძლება. ეს არის ეს ტუპოი აღმოჩნდა. ეს არის 90-იანების ხო, ტუპოი. ფუნდამენტალისტი სოროსელი და ამას ნეოკონსაც ვერ დაუძახებ ამას ვერც free markets არა ძალიან ტუპოი ვერ პროსტა სოროსელია რა არა თვითონ ისინი შეიცვალნენ ვისაც ბაძავენ მიცევასებოდა ისინი შეიცვალნენ გესმის შეცვალეს ყველა და როგორი როჟა იცი საოცრად არადიჯიტალიზებული გაზეთი ქაღალდრო გაზეთი გამოდიოდა და ჟურნალი იმდროინდელი და არც Facebook-ი აქ არაფერი ვაფშე ხო და აი იქ ჩარჩა რა აი ადრე დაბერებული როჟა არის და ნუ აი საოცრად ეს სანმა მუხტარიყო იცი რომ პოლიტიკიდან უნდა წასულიყო ამანდა ჩერგომ რომ გააკეთეს ივენთი უყურე ევროპის ჩემპიონატის ფინალს გიგა ბოკერიასთან ერთად არავინ გო არ მივიდა იმაში ხო მან უნდა მიხარიყო რომ არავინ არ მივიდა 1000 ვიდეოს დადებდნენ ხალხი რომ მანდ მისულიყო ერთი ვიდეო არ დადებულა, ერთი ფოტო არ დადებულა, მაგ შეხვედრიდან. შესაბამისად არავინ არ მივიდა. გააკეთეს, ხო, სამეგობროს ფოტოს იღებ, ჩერგო და ის თუ ეჭირდებოდა გვერდით, რა ქვია, ფორმულა ჟურნალისტები რა მნიშვნელობა აქვს მაგის დადება? ფორმულა ჟურნალისტები არა. ბიუში დაბულელები. აბულას ჟურნალისტი. რა მაგალთან კონტრასტია. არა, ისე ეგეც ვეჟია. არ იყო ძმა. 2021 წელია მაგ. და ეს ხო არგენტინის ვალეში კიდე თან. არგენტინის ინგლისი, იტალია უნდა ეკომენტარებინა. და ლევასანიკიძე. აი ფეხბურთში ადრე იყო, მაგრამ თუმცა არც ეგრე არ იყო. არგენტინა მარადონა ჩემი საყვარელი, თუმცა პოლიტიკური შეხედულებებია. არა, თუმცა პოლიტიკური შეხედულებები. კაცო. თუმცა როგორც ფეხბურთელი, ისიც იმ პლიადაში, როდესაც ის თამაშობდა, თუმცა მისი პოლიტიკური შეხედულებები და ასე შემდეგ რა. ძალიან ბევრი თუმცა, კაცი თუმცა რა. ანუ როგორ უნდა იცი, ამრავლებს აი ოკამის სამართლებრივ კი არ ჭრის პირიქით ამრავლებს რიტორიკულ დაცვებს თავისას რომ არავინ არ გამოიჭიროს და ბოლოს ყველას ფეხებზე კიდე არას ბაზრობს. სხვა შეიძლება ეს გახარიასავითაა რა. როგორც გახარია იყო რომ სანამ ხელისუფლება უმაგრებდა ზურგს ჩანდა რომ როჟა იყო, ზუსტად ეს იყო სანამ ნაცები ხელისუფლებაში იყვნენ, ბოკერიაც ჩანდა რომ როჟა იყო. იმიტომ რომ ძირთადად უფრო ჩრდილოვანი ტიპი იყო. თურმე კვერცხი ყოფილა. თურმე ორივე ყოფილა ერთმანეთზე კვერცხის, მაო. და აგერ ზაღლიასენ და გახარია ხელში დაიჭირეო. ზაღლიასენ და გახარიას ხელი მოკიდეო. გავუშვათ გახარია. ვოზდუხა. შეხედეთ. სად ვართ ახლა ჩვენ? ჩვენ შევახეული ხარ გერმანიაში. ჭირდება ცვლილებები.
ფაქტია რომ გვჭირდება შვიდობიანი ცვლილებები, ფაქტია რომ ჩვენი გზა უნდა იყოს ევოლუციური და არა რევოლუციური და საბოლოო ჯამში ფაქტია რომ ოცნება რომელმაც ბოლო 1 წლის განმავლობაში საზოგადოებრივ გააჩერეთ. არა, მე მგონი არ აქვს უნდა გავუშვათ ჩვენ არ არის საინტერესო ეს კაცი. არა ძალიან ჯაგაა. ძალიან ჯაგაა ზის ეხა იქ რაღაცა ტოპ ჯაგა კაცია. ლევან სანიკიძე. აი ძმაო. აი კაცი. აი ეს არის აქცია, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ხალხი იქნება. აბარა. ანუ ეს რაღაცა ქვეცნობიერი შიში, რომ არ ჩავარდეს და რა არავით არის არ მაქვს. ეს ერთი. მეორე. მე ესე უყურებ. პროგრამა მინიმუმი, პროგრამა მაქსიმუმი, ესე უყურებ. მინიმუმი რა. იქ ადამიანები მოდიან კონკრეტული მიზნისთვის. ეს მიზანი არის, რომ იმ დღის შემდეგ ივანიშვილი აღარ იყოს ხელისუფლებაში. ეს არის უკვე განსხვავებული აქცია სხვა აქციებთან შედარებით, რაც კი ამ ქვეყანაში ყოფილა. მოთხოვნა არის აი ჟოლინტი ეს მამამისის იმაში ჰომუნკულოში თუ რა ქვია მაგას? აში? ყვერებს რა ქვია? ტესტიკული. ტესტიკულებში. ჯერ კიდევ შერჩენილი სპერმატოზოიდი, ბიჭო. არა, ბიჭო, არ უნდა უთხრან ხა სიმართლე. ეს ვიღაც არ არსებული პენისი, მართლა რა. ვინ არის საიდან მოათრიეს მამამისმა ზამენაზე კალდუნას ვიდეო გაუშვა. კალდუნას ვიდეო გაუშვა, მაგითი მიმართ. ო რა, შემასწავლი უბას შემოვა. შეგუშინ შემოდება ხო. ვინ ახარ შვილო წალი თაგვანებე თავი. მოვდივართ რომ ხვალეო ბიზინა ივანიშვილი. აუ, ჩემი დედავატი ესება. ბიჭო, ვისაბოლებთ იმათი დედავატირების თქვენ ვისაც თქვენ აბოლებთ? მე ვერაფერს ვეღარ დავამატებ ძმა. არა, პატა ბურწულაზე ფრიკ შოუა რა მართლა რა ეს წურბი ძღიბებიო მოლეკულები რა. არა, გაბრაზდი რა. ვამში არაფერი აი იმან მამამისმა იწვალა, ძალიან ბევრი იწვალა, ხანვის მიეყიდა. რაღაცები იჩალიჩა რა, სად გამოიქცა დარბებებს გაექცა. სექსი და ოქრო იბაზრა. რა ვიცი ბიჭო, პარლამენტში დედა აგინეს და პაჩურები აიტანა და ეს ძღიბა ესა მართლა ეს ვინ არის ბიჭო? არის პატა ბურჭულაძე იდიოტი, დებილი პროსტა რა. ლაპარაკი რო არის. კაც რომელიც აცხადებდა თავს რუსულ ბანად და რომელიც დღეს ერთ-ერთ ხორტარიასთან ერთად ჩაგვიდგა ანტირუსობის სათავეში. აი ვაბშე ერთ-ერთ ცნობილ კურძე რო და ჩვენ სკენარიო. გასცეს იმას პასუხი როგორ არის? მაგაზე მოეთხოვე. რა თქმა უნდა. რა სიგიჟეებია რა არის ასე? ოთან მაგის მე რო ახლა ესთან ფოტო დადო. ხო, მაგის მე ახლა ესთან ფოტო დადო. ანუ რაში ჯდება ძმა? არა, ხო, მაგაცო ჩემიანია და ახალმახია. მეგობრობავ და ეხა ახალია ძალიან კარგი ქართველი ახლა ჩამოსაყალბებელი ხარ, მაგრამ დებილია ბიჭო. ვერ ხვდება. აბსოლუტურ კრეტინია. ანუ აქეთ კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტი, იქით ბაჩუ ახალია, რომელზეც განაჩენია გამოტანილი კრიმინალური სამყაროს მიერ რა. კაროჩი. მაგრამ ხო, ნუ კაროჩი კაცი რომელმაც საქველმოქმედო გონდიდან ბავშვებს ფული მოპარა ეხლა ყველაფერი მოსულა მაგისთვის რა. ხო, ნუ მასე არაფერი არ უნდა მოთხოვო მაგას. იმიტომ რომ არაფერი არ მოითხოვება. მისი გონების მდგომარეობა ძალიან სუსტია. ხო და მაგას ვამ. არა, ეხლა უბრალოდ მართლა ამომასხა რა. გამოდია და არა, ჩვენო პროგრამა მოშორება იმისი პროგრამა მინიმუმია თუ პროგრამა მაქსიმუმი? მინიმუმი და მაქსიმუმი არ ვიცი. მაქსიმუმი არ ამბობს რა არის მაქსიმუმი. მაქსიმუმი არის ყველა რომ გაგხოს. არ ამბობს, არა. მარტო მინიმუმი, მაქსიმუმი არის სოფლიოში რუსეთის დაშლა. მაქსიმუმი რომ დაგუწვან. 4-ში რუსეთს შლიან. არა, მაქსიმუმი არის რომ ყველა დაგუწვან. არა. ფიზიკური ლიკვიდაცია. ჩვენ ეგ ხომ თუ ბიზინა აღარ იქნება და მოვა ვინმე პატა ბურჭულაძე ხო ისე დაგუწავენ. რუსეთის დაშლა არის 4-ში რუსეთის უნდა დაიშალოს. პრობლემა მაქსიმუმი ეგა რა. კარგით მეგობრებო, მე არ ვიცი როგორ გაგრძელდება. მე იმაკ 4-ის მერე ამ სიგიჟეების კომენტირება, კაშვება ამ იდიოტების აღარ დაგჭირდება და იმას ვიზავთ რა დავისვენებთ. თორემ მართლა უხერხულია რაღაცა აბსოლუტურ გიჟებს უშვებთ ეთერში. მე მგონი კანონითაც არ შეიძლება. შეიძლება? ამდენი გიჟი? ხო, მაგრამ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებია ასე. ან მაგალითები არის. ნებისმიერ შემთხვევაში დამსხვრდება ეს ამბავი. ჩვენ შევხვდებით ჩვენს ეთერში ერთმანეთს, პოსტივის ეთერში. ამ ფორმატით ორ შაბათამდე გემშვიდობებით. კარგად ზანდა მადლობა ყურებისთვის.